1939 წლის სექტემბერში ქალაქ ბრესტში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი და საბჭოთა ჯარისკაცები ერთობლივად. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალაც, სადაც გერმანელები და საბჭოთა ჯარისკაცები ერთმანეთს ხელს ართმევენ, უღიმიან. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ყველაფერ ამას წინ უძღოდა რიბენტროპ-მოლოტოვის ცნობილი ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვში. ოფიციალურად ეს იყო თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, თუმცა მას თან ახლდა საიდუმლო დამატებაც, რომელიც საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული იყო 1989 წლამდე, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ჯერ კიდევ 1958 წელს გაასაჯაროვა. ამ ხელშეკრულების საიდუმლო დამატებით ორმა ბოროტების მანქანამ, ფაშისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. ძალიან მალე 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, ხოლო 17 სექტემბერს აღმოსავლეთიდან პოლონეთს შეუტია საბჭოთა კავშირმა. საბოლოოდ პოლონეთი აღმოჩნდა ორად გაყოფილი. მთელი 2 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი გერმანიას ამარაგებდა ნავთობით, ფოლადით, მარცვლეულით, რესურსებით, რომლითაც შემდეგ გერმანია ომს აწარმოებდა ევროპაში. რიბენტროპ-მოლოტოვის ხელშეკრულების საიდუმლო დამატების შედეგი იყო ისიც, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1951 წლის ივნისში გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, მათი ეს ალიანსი თავისთავად ისტორიაში ჩაბარდა. თუმცა დარჩა კადრები, რომლებზეც მე დასაწყისში ვისაუბრე და ისინი ზუსტად ასახავენ იმ ვითარებას, რომელიც შექმნილი იყო ევროპაში 1929 წლის სექტემბერში. საბჭოთა ჯარისკაცები და გერმანელი ჯარისკაცები ერთობლივად იღებენ ფოტოებს მხიარული სახეებით და ალბათ ეს უბრალო ჯარისკაცები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ 2 წელიწადში ერთმანეთის პირისპირ იდგებოდნენ ფრონტის ხაზზე.